ვარდისფერი ოქტომბერი. ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანია, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ცნობადობის კამპანია ეხმარება ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებს გაიგონ მეტი დეტალი დაავადებაზე, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და დაუკავშირდნენ მათ, ვინც ეს გზა უკვე გაიარა. ვარდისფერი ოქტომბრის აქციას შეუერთდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩვენს მუნიციპალიტეტს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამობილი ეწვია, ასევე წალენჯიხის კლინიკას სტუმრობდნენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მამოლოგები, რომლებმაც მიიღეს პაციენტები. ამ და სხვა მიმდინარე პროცესებზე უფრო დეტალურად ჩვენთან ისაუბრებს წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ კვარაცხელია. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით და გთხოვთ, რომ ჩვენს მსმენელს დეტალურად გააცნოთ ის პროგრამები, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლონ წალენჯიხის კლინიკაში. მივესალმებით თქვენს მსმენელს და ასე დავიწყებ ჩემს ინტერვიუს თქვენთან. ვარდისფერი ოქტომბერი. ჩაიტარეთ ძუძუს კიბოს სკრინინგი დღესვე შენი ჯანმრთელობისთვის. დიახ, ეს ემსახურება ეს კამპანია ცნობიერების ამაღლებას და ასევე დავნერგოთ ჩვენს მოსახლეობაში პროფილაქტიკას და პრევენციას რამხელა მნიშვნელობა აქვს. იზრუნე ჯანმრთელობაზე, როცა ჯანმრთელი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ თვითონ სიტყვაც როგორი ძვირფასია, როცა ჯანმრთელი ხარ, მაშინ რო ზრუნავ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ სკრინინგი რას ნიშნავს? კიბოს სკრინინგი გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის რეგულარულ პროფილაქტიკურ გასინჯვებს დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით. ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ 100%-ში ამარცხებ დაავადებას. ეს ყველაფერი კეთდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყნის ბიუჯეტის რამდენი ათასობით თანხები მიდის ჯანდაცვის სამინისტროში. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს მოსახლეობისთვის არის უფასო, მაგრამ სინამდვილეში ეს კვლევა ამაში სახელმწიფო ფულს იხდის. ამიტომ დამიჯერეთ, როცა ჯანმრთელი ხართ, აი ზუსტად მაშინ უნდა მიხვიდეთ კვლევებზე. რეგულარულად, დიახ, რეგულარულად როცა მივალთ, გამოვიმუშავებთ ამ კულტურას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადავდოთ ერთი დღე ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეხლა ნახეთ, მე თქვენ რო გესაუბროთ რისკ ჯგუფებზე, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს კვლევა. ძუძუს კიბოს სკრინინგი ეკუთვნის 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს მამოგრაფიულ კვლევას და მამოლოგიურ გასინჯვას. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ განმეორებით, მაგრამ დაუშვათ თუ ექიმმა ჩანიშნა და გითხრათ, რომ 2 წელიწადში ერთხელ კი არა, თქვენ გესაჭიროებათ 6 თვეში ერთხელ, ეს არ არის საგანგაშო, პირიქით, ეს არის მეტი ყურადღება, რომ გავამახვილოთ იმისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ ექიმზე. ხოლო რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ეს ეხება 25 წლიდან 30 წლის ასაკის ქალბატონებს. ეს არის პაპ ტესტი. ასევე გეტყვით, რომ სიახლე არის 30-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის HPV დნმ ტესტირება, რაზეც გადავიდა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ჩვენი სკრინინგ ცენტრები. არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, HPV კვლევა ნიშნავს, რომ იკვლევს თქვენს გენეტიკას. HPV ტესტს აქვს უფრო მაღალი მგრძნობელობა, რაც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ არსებობს ესეთი კვლევა, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, რომელიც ტარდება 50-დან 70 წლის ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებს ნაწლავიდან ფარული სისხლდენის დადგენის სპეციალური ტესტით, საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიას და კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიურ კვლევას. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ განმეორებით. ასევე არსებობს პროსტატის კიბოს რისკის მართვის პროგრამა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის გამოკვლევას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ განმეორებით.
დანარჩენი ეხა მე თქვენთან მინდა ვისაუბრო კონკრეტულად იმ საკითხებზე, სად შეგვიძლია ამ ყველაფრის გაკეთება. ამ სერვისის მიწოდება ჩვენი მოსახლეობისთვის. ვინაიდან ჩვენი წალენჯიხის კლინიკა არ არის ესე ვთქვათ მრავალპროფილური, გამომდინარე აქედან ქალბატონებს, ვისაც ესაჭიროება PAP ტესტი, ვისაც ესაჭიროება HPV ტესტი, რომელიც არის სიახლე ჩვენთან. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ჩაიტაროთ წალენჯიხის კლინიკაში ყოველ ორ შაბათს. ანუ ორ შაბათს რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ კვირაში ერთი დღე არის მოწვეული გინეკოლოგი, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ ძვირფასო ქალბატონებო. მაგრამ თქვენ თუ გესაჭიროებათ აბსოლუტურად სკრინინგში გათვალისწინებული ყველა მომსახურეობა არის არაჩვეულებრივი სკრინინგ ცენტრი ზუგდიდში, რომელიც აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება კავშირ ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა ნომერი 198, ჭითაწყარის საავადმყოფოდან დაახლოებით 50 მეტრში. მუშაობს ყოველ დღე. სამუშაო დღე საათები განისაზღვრება 10 საათიდან 17 საათამდე. თქვენ ჯავშანი ნამდვილად არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ მიხვიდეთ, თან იქონიოთ თქვენი დამადასტურებელი პირადობის მოწმობა და ამით როცა მიხვალთ ადგილზე ექიმი აუცილებლად ჯავშანს გაგიკეთებთ და ჩვეულებრივად გაიკეთებთ გამოკვლევას, ჩაიტარებთ ესე ვთქვათ. ასევე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ვაქცინა ტარდება 10, 11, 12 წლის გოგონებში და ბიჭებში. ბიჭებში არის ახალი დანერგილი. აცრების კურსი არის ორდოზიანი. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი არის 6 თვე. ვაქცინის დაწყების მინიმალური ასაკი არის 9 წელი. 15 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები ვაქცინის კურსი არის 2 დოზა და მინიმალური ინტერვალი დოზებს შორის არის 6 თვე. ხოლო 15 წლის და უფროსი ასაკის გოგონებში და მამაკაცებში 25 წლამდე გოგონებში გაიზარდა ასაკი და ეს გახლავთ 45. კურსი არის 3 დოზიანი, 0, 2 და 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შესაძლებელია იყოს 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის 3 თვე. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის უსაფრთხო. მას არ ახლავს არანაირი უკუჩვენებები. ძალიან იშვიათად. და რისთვის ვიკეთებთ ამას? იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გარშემო გვყავდეს ჯანმრთელი დები, ჯანმრთელი დედები და ზოგადად ჯანმრთელ გარემოში ვცხოვრობდეთ. და სწორედ იმისთვის არის ეს, ანუ პრევენცია არის მნიშვნელოვანი და ეს ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ და უნდა ვისწავლოთ. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ეკუთვნის როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს 50-დან 70 წლის ჩათვლით. ითვალისწინებს ნაწლავიდან ფარული სისხლდენის დადგენას სპეციალური ტესტით, საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიასა და კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიურ კვლევას. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ განმეორებით. ხოლო პროსტატის კიბოს რისკის მართვის პროგრამა მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით ითვალისწინებს სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ განმეორებით. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას, სრულიად ჩვენს მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლებას, და სხვა მნიშვნელოვან სამედიცინო პროგრამებზე, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, დეტალურად ჩვენს ეთერში ისაუბრა წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამარ კვარაცხელიამ. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს. ჩვენ კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ.